მოგეთ ყველას. ვიდრე გადავალთ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვაზე, მინდა შევეხო რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს შევაჯამოთ. მინდა იანვრის თვე, მიუხედავად ზამთრის სეზონისა, რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები. გასულ კვირას ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად ქობულეთისა და ბათუმის მუნიციპალიტეტში ადგილზე დეტალურად შევისწავლეთ, დავათვალიერეთ როგორც მიმდინარე ისე დასრულებული საგანმანათლებლო სპორტული თუ საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დაიწყო ბათუმის მუნიციპალიტეტმა 2026 წლის ბოლოს. ჩვენ უკვე გვექნება ბათუმში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფარი, რაც ყველას მოგვიხსენება, რომ დღევანდელი საზოგადოებისთვის ძალიან დიდი გამოწვევა და ვიმედოვნებ, რომ ამ პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ დადებითად გადავჭრით. ასევე აღვნიშნავ, რომ პოზიტიურად წარმატებით შეიძლება ითქვას თამამად დასრულდა ჩატარდა ციტრუსის სეზონი. საკოორდინაციო შტაბის ურთვიანი მუშაობა იყო ძალიან პროდუქტიული. საერთო ჯამში სეზონი განხორციელდა მნიშვნელოვანი შეფერხებების გარეშე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისთვის მოგეხსენებათ. მინდა აუცილებლად შევეხო რამდენიმე საკითხს მაღალმთიან რეგიონში, მაღალმთიან აჭარაში, მუხვინალექისა და დითოლობის მიუხედავად ძალიან კოორდინირებულად და დაორგანიზებულად იწმინდება საავტომობილო გზები, როგორც გზების დეპარტამენტის, ასევე საავტომობილო გზების დეპარტამენტის, ასევე მუნიციპალური სამსახურების მიერ და მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროცესში არის ჩართული. აღვნიშნავ ასევე, რომ ძალიან წარმატებით, კარგად, აქტიურად მიმდინარეობს კურორტ გოდერძიზე ზამთრის სეზონი, პოზიტიური დადებით დინამიკა გვაქვს ვიზიტორების მიმართულებით, ასევე დადებით დინამიკა გვაქვს სასტუმრო ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით, მათ შორის საოჯახო ტიპის სასტუმროების მიმართულებით, რაც დამეთანხმებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. ასევე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გზების მოწესრიგების სამუშაოებს. ამ დროისათვის ნებისმიერ დროს მთელი სეზონის განმავლობაში დაბრკოლების გარეშე იყო და არის დღესაც შესაძლებელი ხულოდან გოდერძის მიმართულებით გზა. ჩვენ ამ დროისთვის გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა და მუშაობთ აქტიურად ახალციხიდან გოდერძის მიმართულებით საავტომობილო გზაზე და ვიმედოვნებთ, რომ მომავალი სათხილამურო სეზონისთვის ეს პრობლემა გვექნება აღმოფხვრილი, რაც მნიშვნელოვნად განავითარებს რეგიონს და გაზდის კიდევ უფრო პოტენციალს. ასევე კურორტ გოდერძიზე ვსაუბრობ და უნდა შევეხოთ აუცილებლად, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დამატებით საბაგირო გზის გაკეთება, რაც უფრო მიმზიდველს გახვდეს მოთხილამურეებისთვის და ვიზიტორებისთვის უფრო მიმზიდველი იქნება. ეს მნიშვნელოვანი საკითხები გამოწვევები გვაქვს გოდერძის მიმართულებით. ჩვენ ვართ ძალიან ამაყები, რომ გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობდა ეფექტურად ძალიან. სასტუმრო ინფრასტრუქტურის მიმართულებით ძალიან კარგი ძროებია და კიდევ მომდევნო კარგი პროექტები გვაქვს დაგეგმილი. დიდი ინტერესი აქვს ინვესტორებს, მაგრამ ეს გამოწვევები რჩება და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მომდევნო წლებისთვის ეს პრობლემები მოგვარებული იყოს. გვაქვს ასევე სასიხარულო ძალიან პოზიტიური სიახლე, მივიღე გადაწყვეტილება, რომ 100 წლის და კიდევ მეტი ჩვენი მოქალაქეებისთვის, მეტი ასაკის მოქალაქეებისთვის ერთშერადი მატერიალური დახმარება გავზარდოთ 5000 ლარამდე და 2026 წელს შესაბამისად ჩვენი მოქალაქეები უკვე მიიღებენ მატერიალურ დახმარებას გაზრდილი ტარიფით. და ბოლოს მინდა შევეხო ბოლო დროის ძალიან აქტუალურ თემას. ქალაქ ბათუმში გოგოლის ქუჩაზე არსებულ შენობებთან არიან დგანა ჩვენი მოქალაქეები და ითხოვენ ფართების გადაცემას. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ბატონი პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის პირადად მისი გადაწყვეტილებით აღნიშნული ფართები სრულად გათვალისწინებული იქნება სოციალური მიზნებისთვის და მას არ ექნება არანაირი კომერციული დანიშნულება. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ დღეის მდგომარეობით რეგიონში ყავს 2000-მდე ეკომიგრანტი ოჯახი, რომლებსაც ჭირდება საცხოვრებელი სახლები და სწორედ ჩვენ უზრუნველყოფთ მან საცხოვრებელი სახლებით, ყავს გაყვანილი ქირით
და რესპუბლიკური ბიუჯეტიდან დაახლოებით 6 მილიონი ლარია გათვალისწინებული ამისათვის. სწორედ ბატონი პრემიერის ინიციატივა მოგცემს ჩვენ შესაძლებლობას, რომ ეს სოლიდური თანხები მივმართოთ არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხებისთვის, იქნება ეს კვლავ სოციალური თუ ჯანდაცვის პროექტები და ასე შემდეგ. მინდა ასევე მინდა აღვნიშნო უკაცრავად, რომ დღეის მდგომარეობით აღნიშნული შენობები არ გახლავთ საცხოვრებელი ფუნქციის მატარებელი, რა თქმა უნდა, ჩვენ კეთილ მოვაწყობთ საცხოვრებლად ფართებს და მინდა მივმართო ჩვენს მოქალაქეებს. ბოდიში, ასევე უნდა გავუსვათ ხაზი, რომ შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ინდივიდუალურად თითოეულ განცხადებას განიხილავს, რა თქმა უნდა, დადგენილი კრიტერიუმების ფარგლებს. ეხლა მინდა მივმართო ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც მინდა ვთხოვო, რომ არ აყვნენ გარკვეულ სპეკულაციებს, რაც ამ ბოლო დროის განმავლობაში ვრცელდება ამ მოვლენის ირგვლივ. სახელმწიფო არავის არ მისცემს შესაძლებელ საშუალებას, რომ თვითნებურად დაიკავოს ეს ფართები. თუმცა, აქვე ვიტყვი, რომ საკითხი მყავს კონტროლზე აყვანილი პირადად და აცხადებს სრული პასუხისმგებლობით, რომ აღნიშნული ჩართულია ყველა საჭირო სამსახური, დაწყებულია მუშაობა და აღნიშნული ფართები სრულად გამოყენებული იქნება სწორედ სოციალური მიზნებისთვის. ეს იყო ის საკითხები მნიშვნელოვანი, რაც მინდოდა მეთქვა. მადლობა.